Სევდია გასაგებია. რატომ იწვევს აქციებზე თქვათ იგივე საზოგადოების ნაწილი თქვათ აი სააკაშვილის პლაკატებს თუ სურათებს გაღიზიანებას იწვევს აი ამ აქციებზე ნახეთ დღეს რომ დახიეს. რატომ ხდება ეს? ვახო მე ვფიქრობდი რომ მაგ რაღაც უფრო იმ დიდ გლობალურ პოლიტიკურ მოძრაობებზე გვექნებოდა საუბარი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში სიტუაციას. რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილის მიმართ არის ამბივალენტური დამოკიდებულება, ეს ახალი არ არის. აქ იმუშავა, რა თქმა უნდა, გარდა ფაქტობრივად კრიმინალების ოჯახები, კორუფციონერების, ნარკომანების, გარდა ამისა განაწყენებული რაღაც თანამდებობის პირები, გარდა ამისა მუშაობს ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდა, მაგალითად ახალგაზრდებს. ასე რომ ეს გასაკვირი არ არის და ყოველთვის როდესაც პოლიტიკის ისეთ ფიგურებზეა საუბარი, როგორც არის სააკაშვილი, რომელმაც ისეთი გარღვევა მოახდინა, რომ ამ პატარა ქვეყნის შვილი დიდი ქვეყნის დიდ ბიჭებთან მოძრაობდა, საუბრობდა და საქართველოს საქმეს წინ წევდა, გასაკვირი არ არის. მათ შორის იმათაც შეიძლება ზოგადად არ მოსწონდა, იმიტომ რომ ეს იცით როგორია, მე გამომიცდია საზღვარგარეთ, როდესაც რაღაცა შენი ქვეყნის საქმეს აკეთებ, შენ გჭირდება ხოლმე რომ ძალიან მოაბეზრო თავი ადამიანებს შენი ქვეყნის პრობლემებით. და სააკაშვილი გარეთაც ასე ვთქვათ წინწკლებში აბეზრებდა და ზოგი ამას აკეთებდა, ზოგი ამის შედეგად საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ნაბიჯები აქვს გადადგმული და დაცვაც აგვისტოს ომში ამიტომ მოხდა და ასე შემდეგ. და შიგნით რაც მოხდა, ავიამზიდი შემოვიდა, რომელზედაც თუ გააგრძელებდა რუსის ტანკების სვლას, აიწეოდა ეგ. ხაერეოდა, ამერიკა პირდაპირ დაუპირისპირდებოდა რუსეთს. რა თქმა უნდა, პირდაპირ შემოსული იყო ავიამზიდი. უკრაინაში დაუპირისპირდა ესე პირდაპირ. უკრაინაში რატომ არ დაუპირისპირდა? ეს უკრაინასთან დაკავშირებით ვისაუბროთ, მაგრამ აგვისტოს ომში იმ ავიამზიდის შემოსვლა და 5 პრეზიდენტის ჩამოსვლა ეს იყო, იმიტომ რომ მას იცნობდნენ. ეხლა ქვეყნის შიგნი როგორ ფიქრობთ, მას არ ეყოლებოდა? თუ რაც სურდა რუსეთს, ის სხვა მიაღწია, ანუ ჩამოგვაჭრა ეს ტერიტორიები და წაიღო. პროპაგანდის ამბავი. ანუ უფრო მეტი უნდა და რუსეთს? ახლაც უნდა. მას უნდა და სახელმწიფოს. ეხლაც რა უნდა უკრაინის მთლიანად ომს მაშინვე შეწყვეტ თუ თავის ხელისუფლებას დააყენებს უკრაინაში, იგივე უნდა და საქართველოში. სააკაშვილის შეცვლა და თავის ხელისუფლების დააყენება. ეს იყო მიზანი, განაის იყო მიზანი მხოლოდ რომ ეს ჩამოეჭრა და აქ დაეყენებინა ტანკი. ნუ მაგას რო გავცდეთ და დაუბრუნდეთ დღევანდელობას, ბუნებრივია სააკაშვილის მიმართ ეს ორმაგი დამოკიდებულება. მე რომ იმდენი მქონდეს გაკეთებული, ჩემს მიმართაც იქნება ეს დამოკიდებულება და ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს ამისთვის, იმიტომ რომ რაღაცას თუ აკეთებს, აუცილებლად მას კრიტიკას ეყოლება. რაც შეეხება ახლა ბანერების ბრძოლა, ეს სასაცილოა.